საათზე მეტია კანცელარიაში მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. მინისტრები 22 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა პანამიდან ქართველი მეზღვაურების ჩამოყვანა და ამნისტია, რომელიც სავარაუდოდ 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს უფრო დეტალურად, რა საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა მთავრობის კანცელარიაში და რა კომენტარები გაკეთდა ამ სხდომის დაწყებამდე. ნოდარ გისმენთ. ეხმის საკაბინეტი ამ წუთებში თითქმის სრული შემადგენლობითაა შეკრებილი. მინისტრებს მთავრობის ხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრის კომენტარი მედიისთვის არ გაუკეთებია, მხოლოდ პროტოკოლური კადრების აღების შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა მინისტრებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პირველი განცხადება საჯარო აღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ამინისტიასთან დაკავშირებით გააკეთა. მინისტრის განცხადებით კონკრეტული რაოდენობა თუ რამდენ ადამიანს შეეხება თავად ამინისტია და თუ რა კატეგორიის დანაშაულებზე გავრცელდება იგი, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მას შემდეგ გახდება ცნობილი ამასთან დაკავშირებით, რაც უკვე პარლამენტი ამინისტიის შესახებ კანონს განიხილავს, დესმოსმენა უკვე დაგეგმილია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ამნისტია არ არის გამოსავალი ყველაზე სწორი, გაცილებით მასშტაბური იქნება ის ღონისძიებები, რასაც გეგმავთ, ეს არის საჭილთა შეკრებითობის გაუქმება და პირობით ვადამდე გათავისუფლების ეფექტური ამოქმედება. ორივე ეს გზა ინდივიდუალურ მიდგომას ითვალისწინებს, ორივე ეს გზა ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება გამოშვებულმა ადამიანმა წარმოშვას ან არ წარმოშვას გარეთ, ასე რომ პირობით ვადამდე გათავისუფლება და სასჯელთა შეკრებილობა არის გაცილებით ეფექტური გზა იმისთვის, რომ განვტვირთოთ ის მაღალი პატიმრიანობა, რომელიც დღეს არის საქართველოს სასჯელო აღსრულების დეპარტამენტში. დღეს ასევე პანამაში დაკავებულ გემთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მაია ფანჯიკიძის განცხადებით კონკრეტული დეტალები უკვე საღამოსთვის იქნება ცნობილი. მექსიკაში უკვე ჩასული არის ელჩი, რომელიც თავად მეზღვაურებს შეხვდება და მეზღვაურებთან შეთანხმების შემდეგ დაიგეგმება უკვე კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული სტრატეგია, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გააცნობს საზოგადოებას. ესე იულად საქმე არ არის, როგორც ჩანს, მათ კი ძალიან უნდათ წამოსვლა, მაგრამ იქ რაღაც დეტალები არის კიდევ გასარკვევი, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი მეზღვაურებისთვის. ამავე დროს ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ვიხილავთ მათი საქართველოში ჩამოყვანის შესაძლებლობებს. ასე რომ დღის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება უკვე კონკრეტული გეგმა, რას ვაპირებთ შეთანხმებული თავად მეზღვაურებთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, დავალიანება აქვს ამ გემს მეზღვაურების მიმართ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი თემა მათთვის და სანამ ისინი თვითონ არ გაერკვევიან ამაში და არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ჩვენ რასაკვირველია მათი სურვილის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ მუშაობთ მათ ჩამოყვანაზე. მინისტრთა კაბინეტი 22 საკითხს განიხილავს, უკვე ჟურნალისტების შეკითხვებს კი მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები უპასუხებენ. მთავრობის კანცელარიიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.